მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა, რომ გულშემატკივრობთ მეც და თეკლასაც. და ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩემი მსგავსი გასაჭირი აქვს და არა მარტო. ქალბატონო მარიამ, ეხლა მე მივწერე ბატონ კახასაც და წუთი-წუთზე ისიც ამოვა. მაყურებელს მინდა ვუთხრათ, ქალბატონო მარიამ, მე ვიცი თქვენი დამსახურება, როგორია ქვეყნის წინაშე და მე მაინც მინდა ხაზი გაუსვა. ვიციო თქვენ მაგხური ძალიან თავმდაბალი ხართ და არ გიყვართ ხოლმე ამ თემაზე ხაზგასმა, მაგრამ საზოგადოებას ჭირდება ინფორმაცია და საჭიროა იცოდეს, ვიბრძანდებით, რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის და ასე შემდეგ. ნუ მიწყენთ, ვიცი რომ არ გიყვართ ესე ხაზგასმა, მაგრამ ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მით უმეტ მამაკაცი როცა არის და მამაკაცი როცა იბრძვის თავისი ქვეყნისთვის, ეს მამაკაცის ქართველი კაცის გენშია და აუცილებლობაც არის, მაგრამ როცა ქალბატონი არის ასეთ ფორმით წარმოდგენილი და თავის ქვეყანას იცავს, ამას ხაზგასმაც სჭირდება და სამაგალითოც უნდა იყოს და ამიტომ გთხოვთ თქვენ ახსნათ, სად მსახურობდით და როდის დაასრულეთ სამსახური ქვეყნის? ანუ თავდაცვის ერთ-ერთ ქვედანაყოფში მსახურობდი. დღეს 17 წლის რომ მყავს შვილი, იმაზე ვიყავი ფეხმძიმედ 2008 წლის ომში და მე და ჩემი შვილი ასე ვთქვათ ერთად ვიბრძოდით. ანუ ეს ჩემი მოვალეობა იყო რა, როგორც ასეთი და ვაკეთებდი იმას, რაც უნდა გამეკეთებინა. დამსახურება ის არის, რომ დავიბადე ქართველად, მეტი არაფერი. ჩვენ გენში დევს ეს, რაც საჭიროა ის რომ უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ხანდახან იცვლება სიტუაციები და არ გამოგდის იმის იკეთება, რაც საჭირო. ანუ ჩვენს მიმართ. ქალბატონო მარიამ, მე ახლა როცა მოგინდებათ ხოლმე შეგიძლიათ რა ცოტა ხნით კამერაც გაჩიოთ, ეხლა ბატონი კახაც რო ამოვა, მე შუალედებში და პრობლემა არ არის, გაგათიშინებთ ხოლმე კამერას. თქვენ ისე მსუბუქად ხსნით ამ ყველაფერს, თითქოს მარტივი იყოს ეს გზა. მინდა საზოგადოებას აუხსნათ, TikTok-ის მსმენელი საერთოდ სხვა არის ქალბატონო მარიამ და Facebook-ი და ტელევიზიები სხვა არის. ხშირ შემთხვევაში თუ კი გავარდა ლაივი, ზოგჯერ კი არა მეტწილად ნებისმიერ ტელევიზიაში შეშურდება მაყურებლის რაოდენობა, რაც TikTok-ს აქვს ხოლმე და თან ალგორითმი ბევრ სხვადასხვა კატეგორიის ადამიანებს უგდებს თქვენს ლაივს და ამიტომ მაყურებელს ვთხოვ, ლაიქები არ დაგეზაროთ 30,000 როგორც კი გადავწდებით. ყველა ვარიანტში მე უკვე For-You-ზეც გავალთ. რა თქმა უნდა, ლაივის დასრულების შემდეგ გადმოვიწერ და YouTube-ზეც და Facebook-ზეც გავრცელდება. ქალბატონი მარიამ სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა, ვისაც როგორ რანაირად შეგვიძლია, შესაძლოა სიტყვაზე ფინანსურად და მატერიალურად ჩვენი მაყურებლიდან ვერავინ ვერაფერი, მაგრამ როდესაც ამას მე გავავრცელებთ, იქნებ ვინმე ისეთის ყურამდე მივიდეს, ვისაც ჩვენზე ცოტა მეტი შეუძლია. და რაღაც დახმარება მცირედი იქნება ეს თუ ნელ-ნელა თათა როცა დამიკავშირდა ქალბატონო მარიამ თქვენთან დაკავშირებით მითხრა რომ ესე ვაგროვებთ, ამდენს ვაგროვებთ, იმდენს რაღაცას ვახერხებთ, ხო? და წვრილმან კაპიკ თითეული თეთრიც მნიშვნელოვანია მაყურებელმა რომ მოიმატოს თქვენი აქტიურობა მინდა ძალიან, ლაიქები არ დაგეზაროთ. ქალბატონო მარიამ, როგორ მიხვედით კერძო მევახშეობამდე და მერე უკვე ბატონი კახაც რომ მოვა, ბატონი კახა უკვე იურიდიულად ახსნის რა პრობლემა იყო, აქ არის უკვე ისიც. ანუ კერძო მევახშეობამდე ძირითადად ჩვენ ქვეყანაში მიდიან უკიდურესი გაჭირვების გამო. ანუ მე პირადად დედა იყო ჩემი ძალიან ცუდად. დედა მერე გარდაიცვალა, მერე პატარა ბავშვები და აქედან გამომდინარე აღმოჩნდი ამ დღეში. ბანკმა არ გასცა სესხი, გადამამისამართეს ზეპირსიტყვიერად კერძო მევახშესთან დავიწყე 5,000-დან 5,000 აღწდა 70,000, მაგრამ ნუ დამრჩა ეხლა, ნუ რაც დამრჩა ის მაგდენი აღარ არის, რა თქმა უნდა. და უბრალოდ ეს ადამიანები არც ერთი იშვიათად, აი 100-დან 1 მოდის ეტაპობრივ დაფარვაზე, ან რაღაც მორიგებაზე. გამსესხებლები, ასე ვთქვათ, მე არ მეყარს სიტყვა მევახშე და იმისა მიუხედავად რომ მე ამ დღეში ვარ, მაინც არ ვკადრებ ხოლმე მაგას. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. ნუ არ მოდიან მორიგებაზე, ითხოვენ 10 ლარში აღებულში ითხოვენ 100 ლარს და ჩვენი ყველას გზა, ვისაც ეს პრობლემა აქვს, არის თითქმის ერთნაირი.
ანუ კაი ცხოვრებისგან ვალი არავის არ აქვს აღებული და მით უმეტეს როდესაც იცი რომ რისკავ სახლით ასე ვთქვათ. მადლობა ქალბატონო მარიამ. ბატონო კახა საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით. საღამო მშვიდობის, ისმის ხო ჩემი ხმა? კი, ხმა კარგად ისმის. ბატონო კახა თქვენ იცნობთ ასე თუ ისე მარიამის кейსს და მარიამის кейსიდან გამომდინარე მინდა კონკრეტულად ეს მევახშეობის პრობლემაზეც ვისაუბროთ და არა მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაზე, მაგრამ ჯერ მარიამის შემთხვევა რაც არის ის განვიხილოთ. რა ხდება, რა кейსი დაგხვდა, მე ვიციო, ჩახედული ხარ ამ საკითხში და გამოსავალი თუ არის ხოლმე რაიმე მცირედიც მაინც პროცენტული შანსი თუ არის გამოსავლის, როდესაც კერძო მევახშესთან გვაქვს ურთიერთობა. საღამო მშვიდობის, მაიკოს მივესალმები. რა თქმა უნდა, მაიკოს საქმეს კარგად ვიცნობ, ნუ ყოველ შემთხვევაში წლებია უკვე და რამდენჯერმე ასე ვთქვათ გადაიდო ძალიან ბევრი ადამიანის მცდელობით ის დაგეგმილი იძულებითი აღსრულება, რომელიც დანიშნული იყო. თუმცა რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ეს საქმე არ არის გამონაკლისი და ათასობით ადამიანს მარტო ეხლა ამ წუთას ემუქრება იგივე ბედი და ნუ ახლა რო გადავხედოთ რაც ეს ხელისუფლება მოვიდა ხელისუფლების სათავეში, მე არაერთხელ მithქვამს რომ ბანკებს და მევახშეებს უფრო მეტი ადამიანი ყავთ გამოსახლებული საკუთარი სახლებიდან საქართველოში, ვიდრე პუტინის საოკუპაციო რეჟიმს ახალგორის რაიონში ან ლიახვის ხეობაში. ეს არის ძალიან დიდი ციფრი, 10,000-ობით იზომება ამ ადამიანების რაოდენობა. გამოსავალი რა თქმა უნდა არსებობს. სხვათა შორის ჩვენი ოპონენტები ხშირად გვდებენ ხოლმე ბრალს, რომ აი და ეხა იქ გვიწერენ ხოლმე კომენტარებს მევახშეები ასე ვთქვათ პროპაგანდისტები, რომ აი თქვენ გინდათ რომ ადამიანმა ვალი აიღოს და მე არ გადაიხადოს, აი ესეთ რაღაცას გვიწერენ ხოლმე. რა თქმა უნდა, არსად ჩვენ არასდროს არ გითქვამს რომ მაგისი მომხრე ვართ რომ ვალი არ უნდა იქნეს გადახდილი. გამოსავალი რა თქმა უნდა, როცა სახელმწიფო ნახულობს მით უფრო საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტას, ის ყველას ინტერესებს უნდა ასახავდეს, როგორც გამსესხებლისას, ისე მსესხებლისას და ჩვენ რამოდენიმე წლის წინ, თუ სწორად მახსოვს 3 წლის წინ საინიციატივო ჯგუფმა, რომელშიც მათ შორის ქალბატონი მაიკოც შედის და რამოდენიმე სხვა ასე ვთქვათ ჯგუფის წარმომადგენელიც პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო წინადადებით, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა ეს საკითხი, ამ საკითხის საკანონმდებლო გადაწყვეტა, რომელიც არ გულისხმობს იმას, რაიმე პოპულისტურ განცხადებებს, აი როგორც მაგალითად ივანიშვილს ჰქონდა 2012 წელს, რომ მე გადავიხდი ყველა სვალებს და არა, რა თქმა უნდა, ასეთ სისულელეს ჩვენ არ თავაზობთ მთავრობას ეხლა, რომ ადგეს და ყველა სვალები გადაიხადოს. მე შემილია, ნუ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ეს კანონპროექტი რა თქმა უნდა ხელისუფლებამ არ განიხილა, არც ერთხელაც არ დაუძახებიათ ჩვენთვის და თავისთავად საკითხის გადაწყვეტა ხელისუფლებისთვის საინტერესო არ არის. მათთვის საინტერესო არის ეს საკითხი მხოლოდ მაშინ, როდესაც რაღაცა კონკრეტული თავიანთი პროპაგანდისტული მოსაზრებებიდან გამომდინარე თეკლა შეგახსენებ. მაგალითად, რომ რამოდენიმე თვის წინ ირაკლი კობახიძე გამოვიდა და მამუკა ხაზარაძის გალანძღვა როცა ჭირდებოდა, თქვა, რომ ეს ცუდი ადამიანი არისო, რომელიც მოვალეებს ასახლებს საკუთარი სახლიდან. რაც პრინციპში სწორია, მაგრამ თავარი ისაა, რომ ეხა კობახიძეს გონია ხაზარაძე ასახლებს მარტო სახლიდან ხალხს და ამ ხაზარაძის ბანკი არის ერთ-ერთი კრედიტორი, მაგრამ ყველა მათგანი ხო აღსრულების ბიუროს მიმართავს და აღსრულების ბიურო და იუსტიციის სამინისტრო ხო კობახიძის დაქვემდებარებაშია. ანუ საკითხის გადაწყვეტა ხელისუფლებას აბსოლუტურად არ აინტერესებს და ხშირად ძალიან ცინიკურად ისე გამოყავს საქმე, ვითომ ხელისუფლება არაფერ შუაში არ არის და ამ საქმეში და მხოლოდ ორი მხარე ყავს. რაც შეეხება ეხა გადაწყვეტას, ჩვენ რაც გვაქვს შეთავაზებული ხელისუფლებისთვის, რა თუ გნებავთ თუ ეხა არ ვიცი ფორმატი ითვალისწინებთ. საჭიროა, საუბრო ბოლო პერიოდის განმავლობაში სისტემური ხარვეზები რაც არის და სისტემაში ამ კუთხით რა ხარვეზიც არის და გამოსავალი თუ კი არსებობს და ამაზე თქვენ გაქვთ რაღაც პასუხები, აუცილებელია რომ გააჟღეროთ. კი კონკრეტულად მარიამზე ვსაუბრობთ დღეს და მისი ოჯახის პრობლემაზე, მაგრამ კონკრეტული მარიამის უკან დგას უამრავი ოჯახი მსგავს სიტუაციაში და ამიტომ აუცილებელია რომ გააჟღეროთ და თქვათ რა გამოსავალი შეიძლება იყოს. პუნქტს
ამ ჩვენი საკანონმდებლო პაკეტიდან, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველი ჩვენ რასაც ვამბობთ, რომ უნდა გამოცხადდეს კანონის მიღებამდე მორატორიუმი იძულებით გამოსახლებებზე. და რატომ? იმიტომ რომ ჯერთი ახლა მორალურად ამას რა დასაბუთება ჭირდება, რომ 21 საუკუნეში არ შეიძლება ადამიანი ძაღლივით გამოაგდო ქუჩაში და დააგდო ღია ცის ქვეშ, იმ დროს, როდესაც არანაირი ალტერნატიული თავშესაფარი არ არის გათვალისწინებული. სხვა შორის ახლა ზოგიერთ ყურს ჭრის, როცა ვამბობ ხოლმე მე რომ ასე ძაღლივით გამოაგდო, მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ძაღლის გამოგდებაც კი არ შეიძლება. მე ადრე გავაზიარე Facebook-ზე ინგლისის სასამართლო თუ ადმინისტრაციული პრაქტიკიდან ერთ-ერთი кейსი, რომ სახლიდან კატა ვერ გამოყავდა პოლიციელს, ვიდრე არ წარმოადგინა ცნობა, რომ ამ კატას რაღაც შესაბამის თავშესაფარში გადაიყვანდნენ რაღაცა კატების თავშესაფარში, ქუჩაში დაგდება კატისაც კი არ შეიძლებოდა. ჩვენთან თქვენ არაერთხელ გინახავთ თეკლა კადრი, როდესაც ხდება მათ შორის არასრულწლოვანი ბავშვების, თუმცა აქ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სრულწლოვანი იქნება თუ არასრულწლოვანი, როდესაც ქუჩაში გამოგდება შეხება საქმე, აღსრულების სამსახური გამოუყრის ხოლმე ხალხს ნივთებს და ყრის ქუჩაში. აბსოლუტურად არავინ, ეს შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, იმიტომ რომ რამოდენიმე ასეული საქმე არის ჩემ ხელში გავლილი. აბსოლუტურად არც ერთი სახელმწიფო უწყება არ ინტერესდება აღმასრულებლები, რომ ქუჩაში დააგდებენ ამ ოჯახს. მერე რა ემართებათ მათ? ჭამენ, სვამენ, აწვივთ, ათოვთ თუ სად მიდიან. ეხლა ბევრი ევროპული ქვეყნის პრაქტიკა, რომელიც ასევე ითვალისწინებს გამოსახლებას, რასაც ხშირად ასე ვთქვათ, გვეუბნებიან, რომ აი ევროპაში ხო არის გამოსახლება, კი, ევროპაშიც არის მოვალეების გამოსახლება, ოღონდ მხოლოდ ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მინიჭების პირობით. ანუ საქართველოშიც ჩვენ ვამბობთ, რომ მანამდე ვიდრე არ იქნება ეს ალტერნატიული სოციალური საცხოვრისი შეთავაზებული ამ ადამიანებისათვის, მანამდე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი საცხოვრებელი ფართებიდან ადამიანის გამოსახლებაზე და სხვათა შორის რამოდენიმე წლის წინ თუ სწორად მახსოვს 2018 წელს მიიღო ხელისუფლებამ პროპაგანდისტულად ცვლილებების სამოქალაქო კოდექსში, რომელიც ითვალისწინებს იმას, რომ არ შეიძლება ერთადერთი საცხოვრებელი ფართის იპოთეკაში ჩადება. ანუ ვითომ გაიზიარეს ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ არ შეიძლება ადამიანი ერთადერთი სახლიდან ვალის გამო გამოაგდო, თუმცა იპოთეკაში ჩადებას უგრძელავენ და იმავდროულად გამოსახლება ნებადართულია, რაც რა თქმა უნდა სრული აბსურდია. მორატორიუმის დასაბუთება ჩვენი მხრიდან არის ის, რომ ნახეთ, ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ადამიანს თავისი სახლი აქვს და რასაც უნდა იქ ჩადებს. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ რა თქმა უნდა იპოთეკა უნდა არსებობდეს ქვეყანაში, ოღონდ არა საცხოვრებელ ფარზე, ძირითად საცხოვრებელ ფარზე. თუ ადამიანს აქვს სხვა საცხოვრებელი ფართი, კომერციული ფართი, მანქანა, ოქრო, საწარმო, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება დაიტვირთოს იპოთეკით და გირავნობით და რა თქმა უნდა, ნორმალური არის, რომ შენ რო ჩადებ ოქროს თუ ვერ გადაიხდი ვალს, ის ოქრო წაგართვას კრედიტორმა, მაგრამ საცხოვრებელი სახლიდან ადამიანის გამოგდება არ შეიძლება. ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება, რომ მას ჰქონდეს საცხოვრისი და მე ხშირად მომყავს ხოლმე ანალოგია, მაგალითად ეხლა ყველა მიცის ცნობილი შექსპირის ვენეციელი ვაჭარი, იქ არის ასეთი ძირითადი ხაზი, როდესაც ებრაელი მევახშე გარანტიას იღებს გულის სახით, რომ გული უნდა ამოაცალოს მოვალეს. ეს არ მახსოვს ეხლა ზუსტად მე-16 საუკუნეში ხდება თუ რომელიღაცა საუკუნეში ხდება, მაგრამ მაშინდელმა სასამართლომაც კი გაამტყუნა, ასე ვთქვათ, მევახშე და თქვა, რომ ნუ გულის ამოცლა არ შეიძლება. ვალი კი აქვს ადამიანს, მაგრამ გული არ შეიძლება ამოაცალო. ჩვენი დასაბუთებაც არის ის, რაც მთელ სოფლიოში გაზიარებული არის და საქართველო არის მხოლოდ ერთადერთი ბარბაროსული და ველური ქვეყანა, რომ ადამიანს ფული გადაახდევინე ვალი თუ აქვს, ქონება წაართვი, ოქრო წაართვი, საწარმო წაართვი, რაც გინდა წაართვი, მაგრამ ის რომ შენ ადგე და არასრულწლოვან ბავშვებთან ერთად დედა ქუჩაში გამოაგდო, ეს ცეცხლის დაბრუნების საშუალება არ არის. მეორე, რასაც ჩვენ თეკლა ჩვენი კანონპროექტის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი არის, რომ უნდა განისაზღვროს სესხებზე პროცენტის ზედაზღვარი. ის რაც ხდება საქართველოში, აი ხა ChatGPT დღეს ბევრ შესაძლებლობას იძლევა და თუ ვინმეს ჩემი არ ჯერა შეუძლია აქვე პარალელურ რეჟიმში ChatGPT შეეკითხოს 59%-იან კრედიტებს გასცემს მაგალითად Liberty ბანკი და სხვა ბანკებიც სამხმარებლო სესხებზე, არა იპოთეკურებზე, მაგრამ 59%-იან კრედიტებს გასცემს. ეს თქვენ ვერ ნახავთ სოფლიოში, აი ჯუნგლებში რო ქვეყანა არის, სადღაც აფრიკაში და ჯერ კიდე ადამიანის ხორცს რო ჭამენ ხანდახან, იქაც კი 59%-იანი კრედიტები არ გაიცემა. ეს ხდება მხოლოდ საქართველოში და ჩვენ ვამბობთ, რომ საპროცენტო განაკვეთებზე კანონმა უნდა დააწესოს ზედაზღვარი, რომელიც უნდა იყოს მიახლოებული საშუალო
საბაზრო განაკვეთთან. შეიძლება ეს იყოს 6%, 8%, 10%-მდე, მოკლედ ეს უნდა იყოს ერთნიშნა ციფრი. 59%-ში სესხის გაცემა ეს არ არის ბიზნესი, ეს არ არის კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, ეს არის ყაჩაღობა. და მე როდესაც ამ 59%-ით და კიდე ამას ემატება ჯარიმები და პირგასამტეხლოები, მე ესეც არაერთხელ გამიზიარებია Facebook-იდან, რომ აი მაგალითად ადამიანს სახლიდან აგდებენ სესხის გამო და ამ სესხში დაუშვათ 3000 ლარი არის ძირი და 80,000 ლარი არის ჯარიმა და პროცენტი. ეს რა თქმა უნდა არ შეიძლება ჩაითვალოს ბიზნესად და ასეთი სესხი არ შეიძლება რომ სასამართლომ ადამიანს მოთხოვოს დაბრუნება. პროცენტი რა თქმა უნდა ნახოს კრედიტორმა, იმიტომ რომ ეს ბიზნესია, მაგრამ სოფლიოს ყველა ქვეყანა არეგულირებს პროცენტს და საქართველოშიც უნდა იყოს დარეგულირებული ეროვნული ბანკის მიერ, რომ პროცენტებზე ზედაზღვარი დაწეს და სხვათა შორის ეროვნული ბანკი აწესებს ამ ზედაზღვარს, ოღონდ აი რაღაცა აბსოლუტურად ანაქრონიზმი არის, პარადოქსული ჩანაწერი არის სამოქალაქო კოდექსში, რომ ეს არ ვრცელდება ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. ნუ ეს ხო წარმოგიდგენიათ, აი როგორი სისულელი არის, რომ ვიზეც პირველ რიგში უნდა ვრცელდებოდეს, იმათ არ ეხება. აბა მეტი ვის უნდა შეეხებოდეს. ამიტომაც ჩვენი მეორე, ასე ვთქვათ, ძირითადი მიმართულება ეს არის პროცენტებზე ზედაზღვარის დაწესება, რომ ბალანსი დაიცვას სახელმწიფომ გამსესხებლებსა და მსესხებლებს შორის. სხვა შორის ამ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელიც ჰქონდა შეტანილი და საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც არის სუსის დანამატი და ეს მანანა კობახიძეები და ვინ არიან კიდე იქ ევა გოცირიძეები, სულ ყველა რაღაცას დაავალებენ, იმ დავალებებს ასრულებენ, აქ ჩვენ საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა. მესამე მიმართულება, რაც მინდა თქვა, რომ არის ჩვენ კანონპროექტში გათვალისწინებული, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის აუქციონები. ეკლა ბევრს არ ჯერა რომ ვეუბნები, ნუ არა იურისტებს, თორე იურისტებმა ეს კარგად იციან, რომ საქართველოში მოვალეს შეგიძლია ქონება გაუყიდოს საბაზრო ღირებულების 5%-ში. ანუ წარმოვიდგინოთ შემთხვევა, ეხლა გასაგებიანით რო აუხსნათ კი, ჯობია რომ ჯობი კონკრეტულ მაგალითზე აი ადამიანს აქვს, კი ბატონო, ადამიანს აქვს დაუშვათ ბინა, რომელიც შეაფასა ბანკმა და აუდიტმა ღირს $100,000. აქვს სამოთახიანი ბინა, $100,000 ღირს და აქვს $20,000 ვალი. ანუ ლოგიკური არის, ახლა ყველა იფიქრებს, რომ ხო, რა მოხდა, გაყიდოს ამ ადამიანმა, გაუყიდოს აღსრულებამ აუქციონზე ეს ბინა, $100,000 ბინა, 20,000-ით გადაიხადოს ვალი და 80,000 დაუბრუნოს ამ კაცს და ცოტა უფრო პატარა ბინას იყიდეს. კი ბატონო, ვინ ამბობს ამაზე უარს, მისაღები არის რა თქმა უნდა და სამართლიანი არის, მაგრამ საქართველოში მოქმედებს კანონი, რომელიც სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში სხვაგან არ მოქმედებს, რომ თუ პირველ აუქციონზე არ გაიყიდა ბინა $100,000-ად, მეორე აუქციონზე, რომელიც ინიშნება ერთი კვირის შემდეგ, ანუ პრაქტიკულად დაუყოვნებლივ, ბინა შეიძლება გამოვიდეს თავისი ღირებულების 50%-ში, ხოლო მესამე აუქციონზე, რომელიც ინიშნება პირველი აუქციონიდან 2 კვირაში 5%-ად. ანუ $100,000-იან ბინას და ეს პრაქტიკაში არის უამრავი ასეთი შემთხვევა, გაყიდის ბანკი $5,000-ად და 20,000-იანი ნაშთს კი არ გიბრუნებს პირიქით. 20,000 რო გქონდა ვალი, იქიდან ვალს დაგიტოვებს კიდე ნარჩენ დავალიანებას 15,000. ანუ ეს არის ეს ყაჩაღობა არის, ამას არც ერთი რა ვიცი, კოზანოსტრა და ის არის კადრებს, რა ქვია, არც ერთი მაფია არის, სიცილიური და არც ნეაპოლიტანური, რომ კაცს აქვს $20,000 ვალი, 100,000-იან ბინას ართმევ და ვალსაც არ უსწორებ, კიდე იქით უკტოვებ იმას, რა ქვია, ნარჩენ დავალიანებას 15,000 ქონება წაიღო და კიდე ნარჩენი დავალიანება გრჩება. კი, იმიტომ რომ ქონება სამწუხაროდ კანონმდებლობის შეიძლება გაიყიდოს 5%-ში. ჩვენი საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს ამ საკითხს, რომ ეს არის აუცილებლად გადასაწყვეტი საკითხი, რომ ეს 5%-იანი აუქციონები უნდა იქნეს აკრძალული და ქონება უნდა გაიყიდოს თავისი საბაზრო ღირებულებით და საბაზრო ღირებულებასთან ძალიან მიახლოებულ ფასში. შეიძლება ახლა დავუშვათ -10, -15%-ში გაიყიდოს, მაგრამ 5%-ში ქონების გაყიდვა აუქციონზე ეს არ არის აუქციონი, ეს არის ადამიანისთვის უბრალოდ წართმევა ქონების და ეს არის ყაჩაღობა და ჩვენ ვითხოვთ, რომ ეს საკითხებიც კანონმა მოაწესრიგოს ახლებურად. ნუ არის კიდე საკანონმდებლო ინიციატივაში სხვა საკითხებიც, მაგრამ სამწუხაროდ აი კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეკლა ეს 3 წლის წინ არის ჩვენი საინიციატივო ჯგუფის მიერ შეტანილი ეს კანონპროექტი და აი სამწუხაროდ ხელისუფლებას, რომელსაც აინტერესებს, რა ვიცი, გრანტები საიდან მოდის თუ საით მიდის და იქ ტენდერები და ნუ კი იცი ახლა რითიც არიან დაკავებული,
9 მილიონამდე ადამიანის პრობლემა არის ეს საქართველოში და ეს 9 მილიონი ადამიანი ხელისუფლებას ფეხებზე კიდია და ცოტა მწარედ ვიტყვი, შეიძლება ღირსიც არის ეს ხალხი, იმიტომ რომ ვერცერთ არჩევნებზე ვერ მოახერხა თავისი ბრაზისა და თავისი პოზიციის ხელისუფლებისთვის გადაცემა და იმიტომაც არის ეს ხელისუფლება ასე გათავხედებული და ასე უტიფრად. ესეც მინდა ვთქვა, ეხლა რა მომენტშიც ვართ და კონკრეტულად მაიკოზე ვსაუბრობთ ჩვენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნების წინა პერიოდში ეს გამოსახლებები შეაჩერა, აბსოლუტურად არც ერთი გამოსახლება არჩევნებამდე დანიშნული არ იყო. როგორც კი დამთავრდა არჩევნები, დაიგზავნა ეს შეთხოვინებები გამოსახლებების განახლების შესახებ. აი არ ვიცი ამაზე უფრო უთიფარი რა უნდა იყოს, რომ აი არჩევნები დამთავრდა და 10 ფეხებზე მკიდიხართ 10 გამოგასახლებთ. და ეხლა უკვე მარტის თვიდან ჩვენ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ კონკრეტული თარიღი ვიცით, როდესაც დანიშნული არის. ნუ ზოგან მარნეულში შეიძლება ჩემი გვერდის მაყურებელი ვინც არის Facebook-ზე იციან რომ უკვე ჩატარდა ერთი ოჯახის გამოსახლება და აი სამწუხაროდ ხელისუფლებას ასეთი პრინციპულობა, ასეთი თანმიმდევრულობა, ასეთი აგრესიულობა რო კონდეს, მაგალითად ტერიტორიული მთლიანობის საკითხში აქამდე გაგრადა სოხუმი დაბრუნებული გვექნებოდა. რატო იჩენს ასეთ ურჯულობას და ასეთ სისასტიკეს ამ ადამიანების მიმართ ჩემთვის გაუგებარია ბაბა. ბატონო კახა, მოდით რადგან საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრობთ, მე კითხვა მექნება თქვენთან. კანონი ვინ რო დაინიცირებული გაქვთ უკვე კანონი თუ აწიაპირებთ დაინიცირებას და თუ ხალხ პარლამენტში წარმომადგენლობა და ანუ ვალდებულება თუ აქვს პარლამენტს რომ მერე განიხილოს ვინმე თუ არ გეყოლათ პარლამენტში ვინ ზეწოლას მოახდენს და იძულებულს გახდის ამათ რომ ეგ ინიციატივა წინ წამოწიონ ისე რამდენად არის შესაძლებელი ესე გარედან შევიტანოთ ინიციატივა საკანონმდებლო და თუ არის შანსი რომ საერთოდ გადახედონ მე ამ საქმეს თუ კი წარმომადგენლობა არ ყავს პარლამენტში. კი ბატონო, კარგი შეკითხვა არის. ჩვენ შეტანილი გვაქვს საკანონმდებლო წინადადება, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ინიციატივა კი არ არის, ეს არის ასე ვთქვათ იდეა, წერილობითი ფორმით რა თქმა უნდა, რომელიც რადგანაც ჩვენ პარტიას თავისუფალ საქართველოს არ აყავს თავისი წარმომადგენელი პარლამენტში, ჩვენ მიმართეთ საკანონმდებლო წინადადებით, რომ აი თქვენ განიხილეთ და თუ მოიწონებთ, თქვენვე დააინიცირეთ. სამწუხაროდ 3 წელი პარლამენტმა ასე ვთქვათ, არ ვიცით მოეწონათ თუ არ მოეწონათ, იმიტომ რომ არც განუხილია და არც არავის არ დაურეკავს ჩვენთვის სამსაკითხს. მე პირადად ვაპირებ, რომ უახლოეს დღეებში მივმართო გახარიას პოლიტიკურ ჯგუფს, იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფი და დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დაეთანხმებიან ნუ ყოველ შემთხვევაში დაეთანხმებიან თუ არ დაეთანხმებიან, მე საზოგადოებას ვაცნობებ ამის შესახებ, რაც იქნება მათი პოზიცია და ასეთ შემთხვევაში თუ ისინი მოახდენენ ამ პროექტის ინიცირებას, პარლამენტი უკვე ვალდებული იქნება, რომ ეს წინადადება გაიტანოს კომიტეტის ხდომაზეც, გაიტანოს პლენარულ ხდომაზე და პარლამენტის თითოეული წევრი მერე იძულებული იქნება, რომ დააჭიროს უკვე ღილაკზე ხელი და ან ბატონო კახა, ესე იგი რა გამოდის ვალდებულებას ნაკლებად იღებენ თუ კი წარმომადგენელი არ არის პარლამენტში? ხო, ნუ ეს კონსტიტუციური ჩანაწერი არის, რომ საკანონმდებლო ინიციატივის შეტანის უფლება ყველას არ აქვს, ეს აქვს ან ასე ვთქვათ პარლამენტის წევრს, ან მთავრობას, ან კიდე არის 1-2 სუბიექტი, მაგრამ ნებისმიერ ადამიანს ამისი უფლება არ აქვს. შეუძლია კიდე 30,000 ამორჩეველს, მაგრამ აქაც ისე არის პროცედურები გართულებული, რომ მე ვფიქრობ, თუ ჩვენ შევძელით აი საპარლამენტო ოპოზიციასთან თანამშრომლობა, მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი გადაწყდება უახლოეს დღეებში დადებითად, ეს გზა ტექნიკურად ბევრად უფრო მარტივია, ეფექტური და რაც თავარია სწრაფია. გასაგებია მესმის. ქალბატონი მარიამის შემთხვევაში რას ველოდებით? სადმე გასაჩივრებას ან რაიმე თუ აქვს ბრძოლას ეხლა აზრი ამ ეტაპზე თუ პირდაპირ ან მე გიკითხებით იურიდიულად, მე დანარჩენს ქალბატონ მარიამს შევეკითხები. თუ არის რამე გზა, რითიც შეიძლება იურიდიულად ცოტა ხნით მაინც შეჩერდეს ეს პროცესები. ნუ იურიდიულად ქალბატონი მაიას საქმეზე არათუ ყველა საშუალება გამოყენებული გვაქვს, რაც კი არის, რამოდენიმე ასე ვთქვათ საშუალება საერთოდ დავტესტეთ ჩვენ ამ საქმეზე და დავაპრეცედენტეთ. მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო ეფექტური იქნება ის საშუალება, რითიც ჩვენ ორჯერ ასე ვთქვათ უკვე, ნუ ჩვენში მე რა თქმა უნდა მარტო ჩვენ თავს და ჩვენს პარტიას არ გულისხმობ, ძალიან ბევრი ადამიანი და ჯგუფი იყო ამ პროცესში ჩართული. ორჯერ ამ ვადევნებდით თვალს და ვიცი რომ თქვენს გარდა უამრავი ახალგაზრდები ჯგუფები გადავარჩინეთ, კი ძალიან ბევრი იყო. გადავარჩინეთ ეს ოჯახი, ეს არის საზოგადოების მობილიზაცია, იმიტომ რომ
ამ ხელისუფლებას პირდაპირ ვიტყვი ხა შელამაზების გარეშე მაიკოც, კახაც, თეკლაც მაპატიეთ სულ ცალ ფეხზე კიდია. ერთადერთი საკითხი, რაზეც ამ კორუმპირებულ რეჟიმს აქვს ხოლმე რეაგირება, როდესაც დაინახავს საზოგადოების რაღაცა ბევრ ხალხს და ეს თუ შუქდება ტელევიზიებში, აი ცნობილ ვერუსუბნის მელოდიებში რო არის ისე, ნუ იქნება ოღონ ბუნტი და აი უბრალოდ რომ საკითხი არ გახმაურდეს, ამის გამო იციან ხოლმე უკან დახევა. ჩვენ ნახეთ ახლა მაგალითად სუბოლო ესეთი პრეცედენტი არის, ახალგაზრდა პედაგოგი მოკლეს, გიგა ავალიანი, ამაზე საშინელება რა უნდა მოხდეს 28 წლის ანგელოზივით ბიჭს რომ ვიღაცა ხულიგნები ქუჩაში დაჩეხავენ და ჩვენ ნახეთ რომ პროკურატურა ამ საკვლელობის საქმეს არ იძიებდა. ფეხებზე ეკიდა, ვიდრე დედამისმა არ მოაწყო პროკურატურასთან აქცია და ეს არ გაშუქდა ცენტრალურ ეთერებში და მერე კი იკადრეს და 24 საათში ნახეთ რომ გაიხსნა ეს საქმე და ყველაფერი იპოვეს და ყველა დააპატიმრეს და ასე შემდეგ. ჩვენ რითიც შეგვიძლია დავეხმაროთ მაიკოს და მაიკოსთან ერთად კიდე სხვებიც ვისიც არიან იგივე პრობლემის წინაშე, რომ უნდა შეგროვდეს, როდესაც იქნება კონკრეტული თარიღი ცნობილი, უნდა შეგროვდეს მთელი უბანი კი არა, მთელი თბილისიდან უნდა შეგროვდეს ყველა აქტივისტი, მე პოლიტიკურ პარტიებსაც მოუწოდებ რომ რაღაც კეთროვანივით ნუ გაექცევიან ამ თემას, მედიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რომ ეს თემა გაშუქდეს და წინაზე უნდა ითქვას რომ აი ბეწვზე გაშუქდა, წინაზე როგორ მოხდა მაიკოს გადარჩენა თუ გახსოვთ ეს შარშან ზამთარში ორი გამოსახლება იყო დანიშნული ერთი მეორის მიყოლებით 23 და 24 იანვარი ან 24 და 25. ზუსტად არ მახსოვს, აი ესე ერთდღიანი შუალედით. პირველი გამოსახლება კეკელიძის ქუჩაში გამოგვისახლეს, ოღონ ისეთი ჩხუბი და ისეთი ცემატყება და ისეთი გაშუქება იყო, რომ იმ დღეს გამოაცხადა მორატორიუმი მთავრობამ და იმის შემდეგ უკვე რადგანაც მეორე დღეს იყო მაიკოს გამოსახლება დანიშნული, აღმასრულებლები იქ აღარც მოსულან. ანუ სამწუხაროდ იმი ტიპის ქვეყანაში საზოგადოების ხმაურმა შეაჩერა ეს ყველაფერი ამას საზოგადოების ხმაურმა შეაჩერა და ეხლაც ჩვენ გვაქვს იგივე გამოსავალი. სხვა მეთოდი, სანამ ეს ხელისუფლება არის, სამწუხაროდ მე არ ვიცი. დიდი მადლობა. ერთსაც ვიტყვით ეკლა, მე ვიცი ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ბიზნესმენი არის საქართველოში, ხელმოქმედი არის და მე ხა არავის ჯიბეში ხელს არ უყოფ და არავის არ უთვლი ვინ რაში გამოიყენებს თავის ასე ვთქვათ ხელმოქმედებას, მაგრამ ნუ ხშირად მინახია რომ ზოგი რაღაცა ისეთ სპორტის სახეობას აფინანსებს ხოლმე ხა მაინც და მაინც ასე ვთქვათ რომელიც შეიძლება არ იყოს ცნობილი ან არავი მილიონ რაღაცას აფინანსებენ ან ზოგი რაღაცა შენობებს აშენებს, ეკლესიებს აშენებენ, იმას აშენებენ, ამას აშენებენ. ეხა ახალი ახთმა ვისაც აქვს წაკითხული, ყველამ იცის იქ ბევრი მაგალითი არის ამისი, აი მაგალითად ორმოში რო ჩაუვარდება ბატკანი სამარიტელს და იცით მე ყველას ვეტყვი რომ მაგაზე მეტი ეკლესიის აშენება არაფერი არ არის თუ ვინმე ხელმოქმედებას გადაწყვიტეს რომ აი კონკრეტულ ოჯახს რომელსაც ემუქრება რომ აღმასრულებლები მიუვარდნენ და ჯერ მარტო ბავშვებისთვის რამხელა ტრამვა არის ძალიან ბევრი ბიზნესმენი არის, მათ შორის ქართველი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს და საქართველოს პარკლებს გარეთაც, რომლისთვისაც ის თანხა, რაც ეხლა კონკრეტულად არის ამ ოჯახის დავალიანება, აი ჯიბის ფულიც არ არის. ნუ მოკლედ მათთვის ეს ფინანსური პრობლემა არ არის. უბრალოდ ხანდახან ზოგიერთი თulis რომ უფრო კარგია რომ მელიღაცა რა ვიცი მწერლის წიგნი დააფინანსო ან რაღაცა ფილმი დააფინანსო ან რა ვიცი მილიონ რაღაცაში დებენ ეს ყველას გადასაწყვეტი თვითონაა. მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ ნებისმიერი წიგნის და ფილმის დაფინანსებაზე უფრო მაგარი ამბავი არის რომ აი კონკრეტულ ოჯახს დაეხმარო იმაში რომ არ დარჩეს ღიაცის ქვეშ და მე ვაპირებ რომ უშუალოდ ასე ვთქვათ წერილითაც მივმართო რომ აი ყველას ვისთან შემიძლია რომ პერსონალურად მივიტანო ეს ასე ვთქვათ ჩვენთან რა ვიცი ქველმოქმედს ეძახიან ბიძინა ივანიშვილს რომელიც იმას ნანა ალექსანდრიას ურიცხავდა ფულს და რა ვიცი კიდე მილიონ ასე ვთქვათ რბილად რო ვთქვათ არც თუ ისე დიდად ქველმოქმედება რო არ მიმაჩნია ისეთ მეებს გაზდიოდა რა ქვია თანხებს და აი ქველმოქმედი თუ მართლა ვინმე არის იმ ყაზახეთში რო არის ერთი ქართველი ლომსაძე ან ჯაფარიძე არის რუსეთში აი ეგ იქნება ქველმოქმედება თორე ის რო ეხა შენ ვიღაცა შენი კარის პოეტებს და მწერლებს აფინანსებ ეგ ქველმოქმედება კი არ არის ეგ არის პროპაგანდაში და რეკლამაში თანხის დახარჯვა და მე არა მარტო შენი ეთერით არამედ ვაპირებ რომ
რაღაცნაირად მათთან პირდაპირ კონვერტითაც მივიტანო ეს წინადადება, რომ აი ასეთ ოჯახებს დაეხმარეთ. ეს იქნება ქველმოქმედება, თუ თქვენი სულის გადარჩენა გინდათ და ეხლა რეკლამა თუ გინდათ, რეკლამა არის და ქველმოქმედებასთან კავშირში არ არის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო წახა. მარიამს ვატყობ ხოლმე რომერიდება, როდესაც მას ისაუბრობენ და იქაც სადაც ნახე მისი ჩართვა, იქაც კი გაუჭირდა მაგ თემაზე საუბარი, მოწოდებაზე ზედმეტ ლაპარაკი უარი თქვა, ვერ მოუწოდებს ხალხს ამეხმარონო და როდესაც ესეთ თავმდაბლად ცდილობს ადამიანი და თან იბრძვის და თან ერიდება საზოგადოების და არ თხოვს არავის არაფერს, მაქსიმალურად უნდა გავავრცელოთ. ამის შემდეგ ბატონო კახა მე ნებას წინასწარ ვიღებ თქვენგან ნებართვას, ეს თქვენი მოწოდება უნდა ამოვჭრათ და გავავრცელო აუცილებლად. ალბათ მარიამთან პირიქით დიდი მადლობელი ვიქნებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი თუ ამას გაიგებს. მაქსიმალურად 2-3 დღეს ამას დავუთმობ, რომ მაგ გავარდეს და კარგად გავრცელდეს საზოგადოებაში და ანგარიშის ნომრებს გამოვარდნო და ეკლა ერთს ჩაგეჭრები თუ შეიძლება, მაშინ რადგან ამ თემაზე ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები, ეხა თქვენ ახალგაზრდებმა უფრო იცით ამ TikTok-ში როგორ არის დაავირუსოს თუ რაღაცა, რომ აი მართლა მივიდეს ვიღაცის ყურამდე. ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა, რომ ახალგორში ერთ ძალიან ქართულ გოგონას დაჭირდა რაღაცა თანხა, იქ პრობლემები ჰქონდა სერიოზული, დააკავეს, ცნობილი ადამიანი არის, ეხლა საზოგადოებაც მიცის, მაგრამ მაინც სახელს და გვარს არ ვიტყვი და მოკლედ ისეთი თანხა ჭირდებოდა, რომელიც მე არ შემეძლო რომ გამეღოდა არც ჩვენ პარტიას და უთხარით ჩემს თანაშემწეს, რომ უცებ ჩამოწერე მეთქი ეხლა 100 ყველაზე დიდი კომპანია საქართველოში რაც არის და გაუგზავნე წერილი, უთხარი რომ ეს რისთვის გვინდა, ჩვენ არ გვინდა, აი მას უნდა მისი ანგარიში მიუთითეთ მეთქი და ეგება ამ 100-დან ეხლა არც ისე დიდი თანხა იყო, 5000 ლარზე იყო საუბარი, ბანკები და სხვა დიდი კომპანიები იყო და ეგებ ვინმე ჩარიცხოს მეთქი და სხვა შორის ხო და მე კომპანიების სი არ მithქვია, პირდაპირ უთხარ რომ პირდაპირ მიდი Google-დან აიღე რაც არის, ხო იცი ყველაზე დიდი კომპანიები რაც არის და მეორე დღეს მართლაც დაარეკა ჩვენს ოფისში ვიტყვი ამისი თქმა მე მგონი შეიძლება ეხა კომპანიამ რომელიც ისეთი სიტყვებით ყავდა დალანძღული PSP სააფთიაქო წამალზე მაღალი ფასების გამო რომ ნუ კი იცით ახლა ჩემი ტექსტები ამასთან დაკავშირებით და იკითხა რომ რამდენი არისო თანხა საჭირო, ნუ უთხრეს იქ ოფისში რომ დაარეკეს და იმავე დღეს გაასწორა ეს ანგარიში და მიუხედავად იმისა რომ ეხლა წამლის ფასებზე პოზიცია არ შემიცვლია, ნუ აი იმის შემდეგ გასალანძღით უმყავს ხოლმე სააფთიაქო მონოპოლიები, მირჩევნია სხვა ვახსენო, ან GPC ვახსენო და ან აერს, იმიტომ რომ ერთი კეთილი საქმე მაინც და შეიძლება სხვაც აქვს ჩადენილი იმ ადამიანს და იმ კომპანიას, მაგრამ მახსოვს რომ ასე ვთქვათ გააკეთა და ეგებათ ეკლა შენ რომ ამ კამპანიას გააკეთებ ეხლა ამ ბიზნესმენებიდან და ოლიგარქებიდან ვიღაცას მართლაც აღმოაჩნდეს ის გული და ის ჯიგარი, რომ თქვას რომ მოდი არ მინდა მე რეკლამა, ეს 22 თუ 25000 დოლარი თუ რამდენიც არის ეგვალი, მე არც ამაშენებს და არც დამაქცევს და ერთ წამში შეუძლია რომ გაასწოროს. იმედი მაქვს რომ აი ვიღაცა ერთი მაინც გამოერევა ამ ქართველ მეწარმეებში ესეთი. ძალიან კარგი სიტყვა იყო და გადავაბავ ერთმანეთზე აუცილებლად წინა მონაკვეთს და ახანდეს. მარიამ ამ ყველაფერს ვეცდები ჩემი მხრიდანაც რაღაც წვრილი იქნებ ვინმეს ყურამდე მივაღწიოთ. ძიმე მარხვა დაიწყო, შენდობის კვირა, ყველას შენდობას გთხოვთ თუ ვინმესთვის რაიმე მიწყენინებია, თუ მადლის და სიკეთის გაკეთება გვინდა, უნდა შეგვეძლოს მართლა ეს უანგაროდ გავაკეთოთ ეს ყველაფერი და აი ახას ის არ იყოს ან დანამუსდა ადამიანი და უკვეერიდება და კონკრეტულ იმად სახელს აღარ ახსენებს, როცა ერთი სიკეთე მაინც გააკეთა და იქნებ ამ ოჯახს ეხლა ამ ეტაპზე ესე დავეხმაროთ და როდესაც გამოცხადდება დღე და ქალბატონო მარიამ გეცოდინებათ დღე, მაგ დროსაც მობილიზებით და ყურადღებით ვიქნები და ვეცდები რომ თქვენს გვერდით იყო მაქსიმალურად. ქალბატონო მარიამ, რა მაინტერესებს, იცით, კომენტარებში რაღაც შეკითხვები იყო და დიდად იქაც ნახე კითხვა და მეც მაინტერესებს. როგორც ვეტერანი, ამ კუთხით რა ხდება ვეტერანთა კავშირთან თუ გაქვს კომუნიკაცია და რაიმე დახმარება თუ შეუძლიათ მათ მხრიდან როგორ სიტუაცია? ვეტერანთა კავშირს არ აქვს მაგის საშუალება, როგორც ასეთი, როგორც მითხრეს. კონკრეტულად რო გითხრათ რომ ოფიციალურ ვიზიტზე ვიყავ ვიღაცასთან მისული არა, მაგრამ გავესაუბრე იქ შესაბამის იურისტებს მოკლედ. და არ აქვს საშუალება, ანუ
რეკომენდაციის წერილი შეიძლება გააგზავნონ სადღაცას და ამით დასრულდება სამწუხაროდ ვეტერანის დახმარება და თუ მოუკვდი იმ შემთხვევაში ჩემ ოჯახს 500 ლარით დაეხმარებიან. ეს არის ამ ეტაპზე ვეტერანების დახმარება და არ ვარ მე პირველი ვეტერანი და არც უკანასკნელი, ვინც ამ დღეშია საქართველოში. და სამწუხაროდ არ ხდება გათვალისწინება, უყურეთ ვეტერანთა დეპარტამენტი ვერ გაითვალისწინებს თუ ეს სახელმწიფომ არ დაუშვა. თუ კანონში არ ჩაიდო. იყო კანონში მუხლი, მაგრამ 2005 წელში გაქრა ეს მუხლი ვეტერანთა შესახებ, რომ თბილისში მაცხოვრებელ ვეტერანებს უნდა გადასცემოდათ 600 კვადრატული მიწა, რომელიც იყო უსახკარო, რეგიონებში მაცხოვრებლებს 500 კვადრატი, რატომღაც გაქრა საერთოდ და შესაბამისად აღარც მიწა და მით უმეტეს ვეღარც ვერანაირი დახმარება ვერ გავამტყუნებ. ეხლა ყობალაძე ვერ ამოიღებს თავის ჯიბიდან პირობითად ვიძახი, მაგრამ ეგეც შეუძლია სიტყვაზე, თუმცა თუ სახელმწიფომ არ ჩადო ეს კანონში, ვერანაირად ვერ დაგვეხმარება ვეტერანთა დეპარტამენტი. ამ ხრივაც გზა მოჭრილია ქვეყანაში. მე მახსოვს თქვენი სიტყვები ვიდეოდან, თათამ რომელი ვიდეოც მომაწოდა, ყველაზე ნიშანდობლივი იმ ვიდეოში იყო თქვენი სიტყვები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე გრძნობს ძალიან კარგად თავს ჩემს ქვეყანაში და მადლიერია სახელმწიფოს მადლიერია უცხო ქვეყნის მოქალაქე, იმიტომ რომ ისე იგრძნო ჩემს ქვეყანაში თავი, როგორც მასპინძელმა, როგორც ადგილობრივმა და მე ამ დროს ამ ქვეყნის მოქალაქე ამ სიტუაციაში ვარ და ამ კუთხითაც მინდა რამოდენი ნახეთ ბატონი კახაც ალბათ დამეთანხმება ამ კონტექსტში. როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ სიმახინჯეებზე, ეს სისტემური სიმახინჯე არ არის მარტო ერთი კონკრეტული პარტიის პრობლემა. მთლიანი ქვეყნის პრობლემაა კი ბატონო, ოცნება მოგვახვია თავს, მაგრამ აქ უნდა ვაღიაროთ საზოგადოების ხარვეზებზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ მარტო სისტემას არაფერი არ გამოუვა თუ საზოგადოება ჩვენი უმოქმედობით, უსუსურობით, სიჩუმით, ზოგჯერ სამსახურის დაკარგვის შიშით, ზოგჯერ სოციალური დაკარგვის შიშით რაღაცეები გვაჩუმებს და ბოლომდე სათქმელს ვერ ვამბობთ. და როდესაც მხოლოდ ერთ მხარეს ადანაშაულებ, მე ვფიქრობ, რომ ობიექტური არ ხარ. საზოგადოების წვლილი და როლიც უნდა აღვნიშნოთ აქ რა პრობლემის წინაშე ვგავართ, როცა თვალს უხუჭავ იმაზე ქვეყანას, რომ არ არის შენს ქვეყანაში დაფასებული თუნდაც ვეტერანი და ნაბრძოლი ადამიანი, ხო? იქ ვიღა უნდა იყოს დაცული. და აი უცხო ქვეყნის მოქალაქეზე, აი ამ მომენტზე და მონაკვეთზე მინდა აქცენტი გააკეთოთ და თქვენი აზრი აქაც დააფიქსიროთ და აქაც აღნიშნოთ, როგორც იქ თქვით. იგივეს გავიმეორებ, რაც იმ სიუჟეტში ვთქვი, იმიტომ რომ მაშინ აი ძალიან მომხვდა ყურში, ადამიანი Facebook-ზე ამომიგდო და ადამიანი იძახის, რომ თავი ვიგრძენი არა როგორც სტუმარმა, არამედ როგორც საკუთარ სახლში. ანუ საკუთარ სახლში იგრძნო ადამიანმა Eagle Hills-ია საუბარი, რომელიც შემოდის ამხელა ინვესტიციით და ჩვენ საქართველოს მოქალაქეები თავს გრძნობთ ხიზნებად საკუთარ ქვეყანაში, საკუთარ ოჯახებში, იქიდან გამომდინარე, რომ გავიგე, რომ ავიღე ვალი და დღეს ვალი არ მგონია, რომ დანაშაული იყოს. დანაშაული უფრო მგონია შენი ქვეყნის მოქალაქისთვის ყურადღების არ მიქცევა, შენი მიწის გაყიდვა. სხვისი ესე გულმხურვალედ მიღება. ვალი რო ავიღე, რატო ავიღე ვალი? იმიტომ ავიღე ვალი, რომ რა ვიცი ხა ბედნიერებისგან და სიამოვნებისგან არავინ არ იღებს. მიმიყვანე იქამდე რომ ამეღო ვალი. ხო, ნუ არ იყო Eagle Hills-ი პირველი, ვისაც ეს ხელგაშლილი დახვდა ჩვენი სახელმწიფო და მარტო მე კი არა, ბევრს ჭრის ეს ყურს, მაგრამ მართალი ბრძანეთ, რომ ადამიანები ერიდებიან ხმამაღლა აზრის დაფიქსირებას რიგი მიზეზების გამო, მაგრამ მე ვთვლი, რომ თუ სათქმელი გაქვს რაღაც, ეს ამის თქმა აუცილებელია, თუნდაც ლამაზ ფორმაში. იქნებ ის მაინც გაიგონ, თუ ჩხუბით არ ესმით, მაგრამ რა ვიცი მე ხედავ, რომ არაფერი არ ესმით.
მე სულ მაგას ვიძახი ქალბატონო მარიამ, ნებისმიერს გავაფუჭებთ, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, თუ კი საზოგადოება მყარად არ დავდგებით და მარტო იმას არ ჩავთვლით, საზოგადოებრივი ვალდებულება და მოვალეობათ ერთი დღე მხოლოდ არჩევნებზე მისვლა. პულსზე უნდა გეჭიროს ხელი, როცა ისეთ მცირე რიცხოვან ქვეყანაში ცხოვრობ, საუკუნეების განმავლობაში უფლის დაშვება თუ არა რას უნდა გადაერჩინა ეს ქვეყანა, ვერ ახსნი. აი მეცნიერულ დონეზე ვერ ახსნი, როგორ უნდა ყოფილიყო ისე რომ უზარმაზარი იმპერიები დაიშალა და გაქრა და ჩაიკარგა და ჩვენ წერტილი აგერ რუკაზე, მსოფლიო რუკაზე ერთი წერტილი ვართ და ჩვენ გადავრჩით და მოვედით ამ დრომდე, ხო? და ამიტომ ძალიან გთხოვთ, როდესაც ამ მასალას დავჭრი, ხო, მეგობრებო, თხოვნა მექნება აქაც და Facebook-სეც მომეხმაროთ გავრცელებაში, მოწოდებას აუცილებლად, მოწოდებას გულისხმობ, თორემ სრული ჩანაწერი დაიდება აუცილებლად. მოწოდება ბატონი კახასი და ისე ახსნილი ქალბატონი მარიამის თუ როგორც თქვა, მან თავის ქვეყანაში გრძნობს უკვე სტუმრად თავს და ყოველ დილას იღვიძებს იმის შიშით, რომ კარს მოადგებიან და გამოასახლებენ. იქნებ ვინმეს გულამდე მივაღწიოთ ისეთი ადამიანის, ვისაც ჩვენზე ცოტა მეტი მაინც შეუძლია, მცირედი იქნება, ნაწილი იქნება, ნახევარი იქნება, თუ სრულ შეძლებს ვინმე და სრულად შეძლებს დახმარებას ქალბატონი მარიამის და გამოსყიდვაში სახლის რა პრობლემაც უდგას, ეგ ხო საერთოდ თვალსასწაული იქნება. დღეს გვიჭირს ხოლმე მივაწვინოთ ხმა საჭირო ადამიანებს და იმედია თქვენი დახმარებით ამას შევძლებთ. როდესაც ინფორმაციას ავრცელებ, ერთი პატარა აგური ჩათვალეს, შენც გაქვს დადებული ამ საქმეში, თუ კი რამე გამოვა და ღმერთმა ქნას რომ გამოვიყვანოთ. მარო დვალიშვილი გვიწერს, დაიდოს ანგარიშო. კი, ქალბატონო მარო, ლაივის შემდეგ გადმოვწერ, მოვჭრი და როგორც კი ქვემოთ კომენტარშიც იქნება მითითებული და წარწერითაც მივუთითებ, ისე რომ მარიამს გამოვართმევს სრულად თავისი ანგარიშის ნომრებს და მაგის მიხედვით გავრცელებული რაც არის. ქალბატონო მარიამ, ორი სიტყვით, თუნდაც მეტიც კახასაც ვთხოვ და აუცილებლად ორივეს გეტყვით, სანამ ბოლოსკენ დასასრულისკენ წავალთ, თქვენეული სიტყვა კიდე ერთი ლამაზად თქვით სათქმელი თუ რამე დაგრჩათ და მერე უკვე დავიშვიდობოთ მაყურებელს, იმიტომ რომ თითქმის 1 საათი ხდება, მე მგონი ისეთი სათქმელი არაფერი გვაქვს, მაყურებელმაც იკლო და მირჩევნია პატარა იყოს და კონკრეტული და გავარდეს კარგად და ყველა მუყუროს მერე არ დაიზარონ, ვიდრე ხელოვნურად გავწელოთ. კი ბატონო, ვიტყვი კახა ჯერმე თუ შეიძლება. მადლობას მოვუხდი ყველას, თეკლა პირველ რიგში თქვენ. მე მაყურებლებს და კახა მისედაც იცის, რომ სულ მადლობას ვეუბნები და კახა მე გავიცანი ჩემ პირველ გამოსახლებაზე 2000 წელს და მეგობრობთ იმის მერე ჩვენ, იმიტომ რომ მარტო მე კი არა, ძალიან ბევრ ადამიანს დაუდგა ჩემი ანსაც და არა ჩემი ანსაც, ვინც გამოსასახლებელი იყო, მაგრამ ყველა ჩემიანია, იმიტომ რომ ყველა გამოსასახლებელია. ერთი პრობლემა გვაქვს. ძალიან მწვენია, მართლა ძალიან მწვენია და ძალიან ტკივა გინდაც მე და გინდაც სხვა ამ მდგომარეობამდე რომ ვართ მისული საქართველოში და ამ პრობლემის მოგვარება სხვანაირად რო არ შეუძლია ჩვენს ქვეყანას. ამ დროს ძალიან მარტივად შეიძლება რომ მოინდომონ ეს გადაწყვიტონ იმათ, ვისაც ევალებათ, თუმცა არ. დიდი მადლობა სულ ყველას და ბოდიშს გიხდით ჩვენი პრობლემის თავზე მოხვევისთვის. საბოდიშო მარიამ, არაფერია, ეს შენი კონკრეტული საკითხი არის, кейსი, კონკრეტული საქმე, რაზეც ვსაუბრობ, თორემ მევახშეობა არის, მარტო კერძო მევახშეზე არ არის აქ ლაპარაკი, კახა დამეთანხმება. ქვეყანაში პრობლემა გვაქვს საბანკო სისტემა, საერთოდ თავიდან ბოლომდე ხარვეზებით არის აწყობილი, დიდაც ნუ გეგონებათ, რომ ბანკში რო ყოფილიყო ეს პრობლემა უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდით დამერწმუნეთ, ვერ, იმიტომ რომ ხარვეზები არის და სისტემის ხარვეზებზე უნდა ვილაპარაკოთ და ბატონი კახას მოწვევთ, მაგიტომ მინდა და ზუსტად. ბატონო კახა, მინდა საზოგადოებას რამოდენიმე სიტყვით აუხსნათ, ნახეთ როგორი რაღაც. რამდენად დიდი განსხვავებაა კერძო მევახშესა და ბანკს შორის, როცა უკვე გამოსახლებამდე, როცა უკვე ბოლო სიტუაციაა და დამძიმდება, გართულდება პრობლემა კულტური გახდება უკვე საკითხი, სად უფრო მეტი არის გამოსაძვრელი საშუალება იმის, რომ უსახკაროდ არ დაჩეს ადამიანი და გამოსავალი სად უფრო მეტი არის შანსი, მაგრამ ხარვეზი ერთშიც რო არის და მეორეშიც აქაც თუ მომყვებით და მართავს თუ ვამბობ, ესეც მინდა რომ ახსნათ.
ბატონო კახა მიკროფონი არ გაქვთ ჩართული ახლა ჩაგეთოთ მედია არ საუბრობდით არის მოდა თქვენი ხმა არა ხო ეხა ისმის კი ისმის გისმენ ეხა ისმის კი ბატონო ესე იგი რაც შეეხება ბანკებისა და მევახშეების განსხვავებას აქ ვიტყვი როგორც არის ობიექტურად სურათი რაღაც საკითხები არის რაშიც ასე ვთქვათ ბანკები უარესადაც კი იქცევიან ვიდრე მევახშეები აი მაგალითად მე ვთქვი რომ საკანონმდებლო ის მინიმალური შეზღუდვებიც კი რაც არის დაწესებული მევახშეობაზე იქ ბანკებმა თავის დროზე მაშინ წულუკიანი იყო იუსტიციის მინისტრი მისი საშუალებით დაიწყეს ამ საკითხის ლობირება და შეიტანეს კანონმდებლობაში ცვლილებები რომ საგამონაკლისოდ მათ არ ეხება აი მაგალითად რა ვთქვი პროცენტის ზედა ზღვარზე რა ვთქვი აი ნარჩენ ვალებს რო უტოვებენ ბინის გაყიდვის შემდეგ მევახშეებზე ეს შეზღუდვები საკანონმდებლო ვრცელდება ბანკებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ ვრცელდება და ამ თვალსაზრისით ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო უსინდისოდაც კი იქცევიან, იმიტომ რომ კანონი აძლევთ ამის საშუალებას, ვიდრე მევახშეები. თუმცა არც იმას არ დავკარგავ ეხა ერთი პლუსი რაც შეიძლება კონდეს მაინც ბანკებთან დამოკიდებულებას, რომ ბანკები იძლევიან და ზოგიერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაც ქონების გამოსყიდვის საშუალებას, ყოველ შემთხვევაში ჩვენ დიდი ომით ამას მივახციეთ, რომ თავის თვითღირებულებაში, ასე ვთქვათ, ბანკები ამბობენ, რომ კაი, დაიფარე ეს თანხა, ნუ რაღაცას უმატებენ იქ ჯარიმას და საქმის წარმოების ხარჯებს, მაგრამ მევახშეების შემთხვევაში ჩვენ ხშირად გვყავს ძალიან ესეთი კონკრეტული მევახშე, რომელიც აი უბრალოდ თავხედურად გვეუბნება ხოლმე, ეხლა გვყავს მაგალითად ერთი თეა დინუაშვილი და კეკელიძე ნინო მაგალითად ეს არის ხილიანზე მევახშე სადაც ვეხვეწებით პირდაპირ აი მოსამართლესაც კი გაუკვირდა საქალაქო სასამართლოში რომ რაც შენ სესხი გაცემული თავის პროცენტთან ერთად იმას გაძლევთ, გადაგიხდით და შევწყვიტოთ საქმე, არა ის ამბობს რომ მე ესე იგი მჭირდება არა ის თანხა რაც სესხა დავიღეთ. არამედ იმაზე სამჯერ მეტი. იმიტომ რომ კანონი მაძლევს ამის საშუალებას და ეს სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ასე ვთქვათ ვერ იტყვი ესე ცალსახად რომელი უკეთესია და რომელი უარესია. ისე სისტემის ხარვეზამდე მივედით, ხო ბატონო კახა? რა თქმა უნდა, ეს კანონის ხარვეზი არის და ჩვენ ზუსტად ამას ვამბობთ, რომ ადამიანს თავისი ქონების გამოსყიდვის საშუალება ყოველთვის უნდა ქონდეს, რომ მე თუ შენ იმ სესხს გიფარავ, რომელი სესხი შენ გაეცი თავის პროცენტთან ერთად, რა უფლება გაქვს შენ რომ მერე ქონების დაბრუნებაზე უარი განაცხადო. გარდა ამისა, მე თეკლა გამოეხმაურები ძალიან სწორი აქცენტი გქონდა შენ წინა ასე ვთქვათ შეკითხვა როდესაც დასვი საზოგადოების ძალაზე. მე ვთქვი კიდევაც ეხა შეიძლება ეს ზოგს ეწყინოს, მაიკოს რა თქმა უნდა არ ეხება ეს და 1-2 ადამიანს, მაგრამ ის რომ დღეს მოვალეები ამ დღეში არიან, დიდწილად არის მათი ბრალი და აუხსნი რატო. საზოგადოებას თვითონ არ ესმის ხანდახან თეკლა რაც შენ თქვი რა არის საზოგადოების ძალა და საზოგადოებრივი აზრი. ხშირად მომიყვანია ხოლმე მაგალითად პენსიონერების და დევნილების მაგალითი პოზიტიური თვალსაზრისით, რომ 2003 წელს საქართველოში ხელისუფლება რო შეიცვალა, ეს იყო დიდწილად შევარდაძე დაამხეს პენსიონერებმა. რატო? იმიტომ რომ გახსოვთ თქვენ შევარდაძის დროს პენსიები არ გაიცემოდა. საქართველოში პენსიონერები არის 800.000 ადამიანი, თანაც ყველაზე აქტიური ფენა არის, რომელიც არჩევნებზე დადის. რო არ მისცა შევარდაძე პენსიები ადგენენ და წავიდნენ არჩევნებზე და მისცეს ხმა სააკაშვილს. ამის შემდეგ ყველა მთავრობას აქვს პენსიონერების შიში და რა თქმა უნდა ცოტას, რა თქმა უნდა არა იმდენს რამდენიც საჭიროა, მაგრამ თქვენ ხედავთ რომ პენსიები წელიწადში ერთხელ მაინც რაღაცა გარკვეული დოზით იზრდება. რატომ? იმიტომ რომ მთავრობას აქვს შიში, აბა კაი დედმამიშვილი არის და პენსიები არ გასცეს ან პენსიებს არ მოუმატოს, ეშინია და ახსოვს ის გამოცდილება, რომ შეიძლება ადგეს ეს 800.000 პენსიონერი წავიდეს არჩევნებზე და მისცეს სხვა ოპოზიციას. იგივე მოხდა დევნილებზე. თქვენ გახსოვთ, რომ თბილისში და არა მარტო თბილისში, მაგრამ თბილისში უფრო მწვავე იყო ეს პრობლემა. დევნილებს სააკაშვილის დროს ხელისუფლება ასახლებდა საცხოვრებელი ფართებიდან 2010-11 წლებში ეს ძალიან ინტენსიურად მიდიოდა. პირდაპირ დუბინკებით ხდებოდა ამ ხალხის გამოსახლება და დაიწყო მაშინ დევნილების საპროტესტო აქციები. იქ თუ გახსოვთ სამინისტროდან ერთ-ერთმა დევნილმა ბენზინი გაზდაისხა თავზე, მოკლედ ძალიან ბევრი მწვავე აქცია იყო. რის შემდეგაც ხელისუფლებას მოუწია
წასულიყო დათმობაზე და მიღებული იქნა კანონი, რომლითაც დევნილებს უკვე დღის მდგომარეობით თითქმის დაკანონებული აქვთ ის საცხოვრებელი ფართები, რომლებიც მათ დაკავებული ჰქონდათ ფაქტობრივად და ისინი გახდნენ კანონიერი მესაკუთრეები. ეხლა რატო მოვიყვანე ეს ორი მაგალითი? მოვალეებს, პრობლემური მოვალეები არის მინიმუმ 9 მილიონი ამ ქვეყანაში. ამ ხალხის 1% რო გამოსულიყო რომელიმე აქციაზე, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვაქვს სხვადასხვა ფორუმით გამართული და დაანონსებული, მე გარწმუნებთ, რომ მთავრობას, აი გულწასული მთავრობა ეგრევე დათანხმდებოდა ჩვენი ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აი როგორ უნდა აუხსნათ ამ ჩვენს ქართულ ხასიათში, ესე იგი ეს არზის ეს რომ სანამ უშუალოდ მას არ დაემუქრება პრობლემა, მანამდე ესე იგი ხმის ამოღება და ქუჩაში ცხვირის გამოყოფა არ უნდა თორემ. ბანკის მოვალეები 9 მილიონი ადამიანი კი არა. მაგათი 10% და მაგათი 5% რომ გამოვიდეს და მთავრობას დაანახოს თავისი ხმა და თავისი ძალა, აგერ მაგალითად მოვიდნენ ეხა მაიკოსთან როცა დაინიშნება გამოსახლება ან თუნდაც მანამდე რა გამოსახლებებიც გვაქვს დანიშნული ჩვენ ყველას შესახებ Facebook-ში ინფორმაციას ვდებ, დარწმუნებული იყავით 100%-იან გარანტიას გაძლევთ რომ მთავრობა უკან დაიხევს, მაგრამ ეხა შენ თუ თვითონ არ გინდა ხმის ამოღება, შენ თუ თვითონ შენი თავი არ გაწუხებს და კახამ და თეკლამ და მაიკომ უნდა იომოს მარტო სამმა კაცმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად სამ კაცს რა თქმა უნდა მთავრობა მოგვერევა და ეს ნამდვილად შენ სწორი აქცენტი გააკეთე რომ საზოგადოებას აქვს ძალა რომელსაც ის არ იყენებს და ბოლოს მაიკოსაც გამოეხმაურები ეხა რამდენჯერმე თქვა რომ რის გამო ავიღე ეხა ეს ვალი კაი ცხოვრებისგან ხო არ ავიღეო და ნამდვილად მე ამ საკითხს მინდა გამოეხმაურო რომ ეს რომ ერთი ადამიანის პრობლემა იყოს ეხლა ან ორი ადამიანის ან კიდაც 100 ადამიანის პრობლემა რომ აი მათ შეექმნათ ეს პრობლემა რაღაცა თავისი წინდაუხედაობის გამო თუ რა ვიცი კიდე რაღაცის გამო ეს იქნებოდა ასე ვთქვათ მაიკოს პრობლემა და ესეთი პრობლემები სხვანაირად გვარდება რომ მართლაც ახლობლები უნდა დაუდგნენ მაშინ გვერდში და მეგობრები უნდა დაუდგნენ გვერდში და ამას დაუშვათ კანონის და მთავრობის ჩართულობა შეიძლება მთავრობამ თქვას რომ ეს რა ჩემი გადასაწყვეტი არის ეხლა თუ აგერ ერთმა ადამიანმა ვალი ვერ გადაიხადა მაგრამ ჩვენ ხო ყველამ ვიცით რომ ეს არის სისტემური პრობლემა როდესაც ქვეყნის მოსახლეობის დასრული მოსახლეობის 30% არის გამოსახლების საფრთხის წინაშე და პრობლემური მოვალეა ეს იმას ნიშნავს რომ ეს მაიკოს პრობლემა კი არ არის და მას კი არ დაედო ვალი ეს არის მთლიანად სისტემის პრობლემა ბანკის პრობლემა კანონის პრობლემა სახელმწიფოს პრობლემა სასამართლოს პრობლემა აღმასრულების პრობლემა და ეს პრობლემა უნდა გამოასწოროს სახელმწიფომ ღმერთმა უკნას და ეს ადამიანები ვიზეც ეხა საახსრუო ფურცელი არის გაცემული ყველა რო გამოვასახლოთ ისედაც ქართველები ამ ქვეყანაში არ ვართ დარჩენილი და ვინ დარჩება მე საქართველოში კიდე ერთხელ გეუბნებით რომ უკვე 30% საქართველოს მოსახლეობის არის პრობლემური მოვალე ეს ციფრი იზრდება თუ აქ პარლამენტმა და მთავრობამ პოლიტიკური გადაწყვეტა არ მოუძებნეს ამ პროცესს საბოლოო ჯამში თეკლა მეც პრობლემური მოვალე გახდები და შენც ამ ქვეყანაში იმიტომ რომ ეს ყველამ ძალიან კარგად იცით რომ რაც არის საქართველოში საშუალო ხელფასი ვისაც აქვს საერთოდ ეგ ხელფასი და საშუალო შემოსავალი ეგ ნაკლები არის ვიდრე საარსებო მინიმუმი და ამის გამო ეფლობა ეს ადამიანები ჭარბვალიანობის კრიზისში და ერთსაც ვიტყვი უბრალოდ რომ ხშირად ეხა ვიცი რომ გულზე ეკლად ხდება ხოლმე და ამის გამო მე ხან რა შემომითვალა მაგრამ ეხა რო იძახია რომ კერძო პრობლემა არისო ეს ბიძინა ივანიშვილი არის ხო 2012 წელს არქივებიდან ვიდეოებს ხო ვერ წაშკლიან რო დადიოდა სოფელ და ქალაქ და რო იძახოდა რომ სააკაშვილის ბრალია ეს ჭარბვალიანობა და პრობლემური ვალები და მე გადავიხდი პირადად ამ ვალებსო და 0%-ში გავცემ სესხებსო ეს ვიდეოები ხო გახსოვს თეკლა და ეს ვიდეოები ხო დევს და ყველა შეუძლია ნახოს YouTube-ში ეხლა სრულად რო შეასრულოს თავის დაპირებას იმას არ ვთხოვთ ხელმოქმედი რო არ არის ეს ადამიანი გავიგეთ და ეხლა თვითონ რო არ გადაიხდეს ამ ვალებს და თვითონ რო არ დაფარავს და დაეხმარება ამ ხალხს თავისი ფინანსებიდან გავიგეთ ეგ სინამდვილეში რაც არის და რაში ხარჯავს ფულს ყველამ კარგად ვიცის მაგრამ იმაში მაინც ხო შეიძლება აიღოს პასუხისგებლობა ამ ხელისუფლებამ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილმა რომ ადიქი და ის კანონი მაინც რომელსაც ჩვენ ვამბობთ რომ ამ ადამიანებს ვისაც ვალის გადახდა უნდა ოღონ გადაახტევინე ადამიანურად ცივილიზებულად და არა მამასისხლად და არა ქონების 5%-ში გაყიდვის ეს კანონი მაინც რომ მიიღოს პარლამენტმა მე მიკვირს უბრალოდ ეს კაცი ამას მაინც როგორ არ მიიჩნევს თავის პასუხისგებლობად აი დღეს შეიძლება არ გვაქვს ჩვენ საზოგადოებას და ოპოზიციას იმისი ძალა
რომ პასუხი მოთხოვოთ თავის გაცემულ დაპირებებზე, მაგრამ ცხოვრება ხო ხედავთ როგორია, აგერ თუ წინა ხელისუფლებას, თუ წინის წინა ხელისუფლებას ან სხვა ქვეყნების მაგალითი, ყოველთვის დგება ადამიანის და პოლიტიკოსის ცხოვრებაში და ივანიშვილის ცხოვრებაში დადგება აუცილებლად ეს წუთი რომ მოთხოვე რომ ბიჭო შენ არ იყავი ყველას ვალების გადახდას პირდებოდი და მე ხელისუფლებაში რომ მოხვედი ადიხი და ამ ხალხს ვალებს უხდი კი არა ბინებიდან ასახლებ და პასუხი რო არ ეკდება ამაზე ხო თვითონ ჩავარდება კიდე უარეს დღეში ვიდრე დღეს მაიკო და ეს ადამიანები არიან მისი გამოისობით ჩავარდნილი და მე მინდა მოუწოდო კიდე ერთხელ ხელისუფლებას რომ გადაწყვიტე ეგ საკითხი იმიტომ რომ ეს საკითხი არის ისეთი უმძიმესი საკითხი რომელიც შეიძლება ერთ დღეს აფეთქდეს ერთ დღეს შეიძლება ისე მწვავედ დადგეს ეს საკითხი რომ მე მოხდება ამ საკითხის გადაწყვეტა ძალიან დრამატული და რევოლუციური გზით გვახსოვს ჩვენის ლევან ზურაბაშვილი რომ შევარდა ბანკში პისტოლეტით ხელში და შევარდა ერთი ადამიანი ჯერ და კიდე მეორე შემთხვევაც იყო ეგეთი სანამ მთელი საქართველო გაგიჟებულა და გადარეულა ნუ გაიყვანთ ამ ხალხს კედელზე მოუწოდებ ხელისუფლებას გადავწყვიტოთ ეს საკითხი ცივილიზებულად და ის საკანონმდებლო პაკეტი რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ ეს არის ამ საკითხის გადაწყვეტა ცივილიზებულად და ყოველთვის ეს ხდება ისტორიაში რომ თუ ხელისუფლება ცივილიზებულად არ წყვეტს საკითხს მე ყოველთვის მოიძებნება ხოლმე ამ საკითხის გადაწყვეტის ალტერნატიული არც თუ მთლად ცივილიზებული საშუალება აი ამის თქმა მინდოდა და კიდე ერთხელ თეკლა შენ მინდა პირადად დიდი მადლობა გადაგიხადო და მე პირადად მაქვს რატომღაც ასეთი იმედი რომ ეს ქართველი ბიზნესმენები კი არიან 90% მაფიოზები და რა ვიცი კაჯები და კაზინოებში რო ხარჯავენ თავის ნაშრომ ფულს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ვიღაცა 1 2 და 3 გამოერევა მათ შორისაც ეგ ბუნების კანონი არის მართლა ქველმოქმედი რო არის და მართლა მეცენატი რო არის და აი იმედი მაქვს რატომღაც შინაგანად ინტუიცია მეუბნება რომ აუცილებლად გამოჩნდება ისეთი რომელიც იტყვის რომ მე ამ საკითხის მოგვარებას ჩემ თავზე ავიღებ ბატონო კახა მადლობა უცურა პასუხისთვის ნახეთ რა კუთხით მინდა კიდევ თქვენთან სათქმელი თქვა ჩვენ კარგად ვიცით რომ სოციალურ პრობლემებზე ქართველი ქუჩაში გამოსული მე მგონი არ გვახსოვს ხო თუ არ ვწდები ძალიან იშვიათი შემთხვევაა კი ბატონო კი სოციალურ პრობლემებზე პროტესტი მრავალათასიანი თითქმის არც არ მომხდარა და საზოგადოებას ამ კუთხითაც მინდა თქვენი ხედვა აუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ბევრი შეგვიძლია როდესაც ვიღაც ის კამისთვის საბრძოლოდ გამოდიხარ ქუჩაში და ახერხებ სახელ თუნდაც ახლა შევარდნაძის პერიოდი ავიღოთ მოახერხე ვიღაცის კამისთვის იბრძოლე და შეცვალე ხელისუფლება და სახელმწიფო გააკრება მოახდინე ესე იგი შენ ძალა გაქვს და თუ ძალა გაქვს მოდი ქართველო სწორად აუხსნათ ამ ქართველ საზოგადოებას რამხელა ძალა შეგვიძლია დაუპირისპიროთ სისტემას როცა ამდენი ხარვეზი აქვს და ამ ხარვეზების ფონზე ესეთი ქართული ოჯახები ჭერის გარეშე რჩება კახა თქვენ აღნიშნეთ და თან ძალიან სწორად აღნიშნეთ როდესაც ამდენია პროცენტული მაჩვენებელი საბანკო სისტემაში გახვეული ოჯახების რა ძალა შეიძლება გქონდეს თუ ზვავად აზვით და ეს ხალხი და ყველა ერთად გამოვიდა ქუჩაში და რამდენად ძალა ეკნება მე შემდგომ ამ ყველაფრის მერე არჩევნებს და საზოგადოება რამდენად შეეგუება იმას რომ დაელოდოს 2028 წლის არჩევნებს როცა უკვე ამდენი ადამიანი დარჩება ქუჩაში მადლობა თეკლა მე მაინც ამ აზრზე ვარ რაც ცნობილი გამონათქვამი არის რომ ყველა ხალხი იმთავრობის ღირსია რაც ყავს იმიტომ რომ ხალხს აქვს ძალა ჩვენ ამისი მომსწრე გავხდით არაერთხელ არაორჯერ ამ მთავრობის დროსაც წინა მთავრობის დროსაც წინის წინა მთავრობის დროსაც რომ თუ ხალხი რაღაცას ნამდვილად მოინდომებს ის საკითხი ყოველთვის წყდება ბევრჯერ გვინახია ამისი მაგალითი და უბრალოდ ჩვენ არა გვაქვს სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის გამოცდილება, აი ჩვენი ხალხი არის რაღაცნაირად შეგუებული, ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის ხოლმე აი ესეთი ფრაზა, რომ აი მაინც არაფერი არ გამოვა. ესე რომ ეთქვა გიგა აგავალიანის დედას, რომ მაინც არაფერი არ გამოვა, იქნებოდნენ ის მკვლელები ეხლას დაუსჯელად ირბენდნენ და ნუ გიგა ავალიანის მაგალითს ვამბობ, იმიტომ რომ ეს სულ ახალ-ახალი და ძალიან ძიმე მაგალითია, თორე ძალიან ბევრი შემილია ასეთი მაგალითი მოვიყვანო. ერთმა ქალმა ну, რა თქმა უნდა, თავის ოჯახთან და თავის ახლობლებთან და მხარდამჭერებთან ერთად, მაგრამ ერთმა ქალმა დააჩოქა პროკურატურა მუხლებზე პირდაპირ. და აი თავის ჭკუაზე ატარებს ახლა მთელი გენერალური პროკურორი, რასაც ავალებს და რა მითითებასაც აძლევს, იმ მითითებას ასრულებს და
ნუ თუ ჩვენ საზოგადოებას აი ეს როდის უნდა როგორ არაფერი არ გამოვა. აი აბა გამოვიდეს ეხა 5000 კაცი და დაუდგეს მაიკოს გვერდში. და მაიკოსნაირი ვინც არის რა მნიშვნელობა აქვს ეხა მე რა თქმა უნდა მაიკოს მიმართ სუბიექტური ვარ, თუმცა როცა მაიკოს ვამბობ გულისხმობ რომ ნებისმიერი ვისაც იგივე პრობლემა ემუქრება და არა მარტო ეს პრობლემა არის ქვეყანაში, ძალიან ბევრი პრობლემა არის. უბრალოდ ის რომ ჩვენი ძალის არ გვჯერა ხალხს და საზოგადოებას აი ეს არის ჩვენი ასე ვთქვათ თუ გინდა აი ქართველებს ხშირად ამბობენ რომ საქართველოს არც ევროპა არც აზია და ორივე ზის ჩვენში ცოტათი ევროპელიც და ცოტათი აზიატიც და ამ საკითხში ვართ ძალიან აზიატები რომ აი რაღაცა მართველმა სულთანმა უნდა გადაწყვიტოს საკითხი და ჩვენ მარტო 10 წელიწადში ერთხელ უნდა გამოვარდეთ ქუჩაში და დავამხოთ მთავრობა არა როდესაც ხედავ რომ შენ ქვეყანაში რაღაცა საკითხი არის არასწორად უნდა მოიქცე ისე როგორც იქცევა გერმანელი და როგორც იქცევა ესპანელი უნდა გამოხვიდე ქუჩაში და მთავრობა უნდა აიძულო რომ ისე გააკეთოს და ისე მოიქცეს როგორც შენ მიგაჩნია საჭირო. დღეს რო ჩავატაროთ სოციოლოგიური გამოკითხვა დარწმუნებულია 90% იტყვის რომ ბანკები ექცევიან უსამართლოდ საქართველოს მოქალაქეებს და ადამიანის ქუჩაში გამოსახლების უფლება არც ბანკებს, არც მევახშეებს და არც მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს არ უნდა გქონდეთ, მაგრამ ეს 90% კი არა. ამ 90%-ის 5% ქუჩაში რო დაძრა არ ვიცი, აი ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ეს არის გასაკეთებელი და ეს აისახება ცნობილი ის არის ხო ბავშვმა თქვა რატო ტირი ხარო და გამდის და ვტირიო და აი ჩვენი მთავრობაც არის გაზდის და ასახლებს თორე რა აბა დაინახოს ძალა თუ უკან არ დაიხევს კობახიძე იქნება თუ ივანიშვილი იქნება და ეს ყველას მოუბრუნდება კეკელიძეზე დაინახეს და დაიხიეს კიდევაც უკანა მაგის წყალობით მოდი მაიკო ესე თქვა თუ აი კეკელიძეზეც კი ვიყავით სულ რამდენი ვიყავით აი 300 კაცი მაქსიმუმ 650 ჩემთან ყოფილა თვითონ იმათ მითხრეს. ნუ კაი 600 კაცი აი მაიკო ნახე ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის მოცემულობაში 600-იც ძალიან ცოტაა, მაგრამ ვისაც ეხება ყველა მაგის თქმა მინდოდა 600 კაცზეც კი მართლაც რა არის 600 კაცი მილიონნახევრიან ქალაქში ამაზეც კი მთავრობამ უკან დაიხია თუმცა გონია მაიკო ცოტას აჭარბებს მაგრამ ნუ კაი 600 იყოს თუ გინდა ხო და კვადრატულობით ეხლა წარმოიდგინე 5000 კაცზე რას იზავს მთავრობა თვითონ დაგირეკავს პარლამენტის თავმჯდომარე და გეტყვის რომ გავამიგზავნეთ თქვენი კანონპროექტი და საღამომდე მივიღებთო და უნდა მოახერხოთ ეს აი თეკლას დიდი მადლობა რომ დაინტერესდა და ბევრი ჟურნალისტი, ბლოგერი, ინფლუენსერი რომ დაინტერესდეს ამ საკითხით დარწმუნებული ვარ რომ მარტო მაიკოს საკითხს კი არა მთლიანად ამ საკითხსაც ასე ვთქვათ მივიყვანთ თავის რეალურ გადაწყვეტად უღრმესი მადლობა ბატონო კახამ მშვიდობიან საღამოს გისურვ მადლობა თქვენ მადლობა ესე კარგად და კოქტად ახსნილი რეალობისთვის და სიმართლისთვის დროებით დაგემშვიდობებით ალბათ მარიამ დავიტოვებ კი ბატონო უღრმესი მადლობა ხავე მშვიდობის ნახვამდის მარიამ ახლა მინდა შენც რამოდენიმე სიტყვით გაგესაუბროთ და მე უკვე დავასრულებ მადლობა პირველ რიგში სტუმრობისთვის მესმის არ მომიდგენი არა სიტუაციაში ხარ როცა ყოველ წუთს შენს ტკივილს და შენს ანერვიულს ესე გახსენებენ კითხვებზე გიწევს პასუხების გაცემა მაგრამ შენც იცი და გააზრებული გაქვს ის რომ რაც უფრო მეტ სივრცეში შეძლებ ამ პრობლემის გამოტანას და საუბარს უფრო მეტი ადამიანი გაიგებს მეტი გაითვალისწინებს რა შეიძლება გააკეთოს სამომავლოდ როცა ღმერთმა არ დააჭიროს არავის, მაგრამ ძალიან ბევრი ოჯახია რთულ სიტუაციაში და გამოსავალი ხშირ შემთხვევაში არ იციან სად იპოვნონ და რა შეიძლება გაკეთდეს რაღაც პროცესის შესანელებლად და შესაჩერებლად და შენი პრეცედენტი და მაგალითი ძალიან კარგია იმისთვის, რომ რაღაც გზის გამონახვა შეძლონ ადამიანებმა. ბევრი ხმაური ატყდა შენი საქმის ირგვლივ დიდი ხმაური იყო ძალიან მახსოვს ის გამოსახლების კეკელიძის ამბებმა ხო საერთოდ სტრესი დამართა ისე დღეში ჩავარდი რომ უყურებდი რა დღეში იყო ის ოჯახი და მე უკვე შეჩერდა და მადლობა საზოგადოებას ამ მხარდაჭერისთვის მინდა როგორც ბატონმა კახამ გააკეთა მოწოდება ხალხის მისამართით ანალოგიურად შენც მე მესმის რომ შენ დახმარების თხოვნა გერიდება ამაზე არა თეკლა მოწოდება კი არა უყურე ძალიან კარგად აღნიშნა წერან კახამეს ვისაც აქვს ეს პრობლემა ჩემი მსგავსი და შეიძლება არ იყოს ჯერ ამ ზღვარზე მისული მაგრამ მქონდეს ბანკის ვალი და დამეთანხმებით უყურე რომ ძალიან მაღალი პროცენტია თუნდაც ის 15 და 14 წლიური პროცენტი იპოთეკური სესხისთვის
ყველა ადამიანი რო შეკრებილიყო, დღეს ეს პრობლემა მოგვარებული იქნებოდა, მაგრამ უყურეთ, ვიბრძოდით სამი. მარინა ხატიაშვილი, მე და გუჯა. ზანდუკელის გამოსახლება იყო, 23-ში იყო კეკელიძე, 24-ში ჩემი, 21-ში ზანდუკელზე იყო გამოსახლება. სამი ადამიანის ბრძოლა, ვიცით ბრძოლა როგორც უნდა, ვიცით. შეგვიძლია ბრძოლაც, მაგრამ ჩვენ მე მაგალითად ვერ დავადანაშაულებ ამ ადამიანებს, ვინც ვერ გამოდის, რატო იცი? ზოგი იმედს ეჭიდება, რომელიც ხავსია. ზოგს ეშინია და როგორ გინდა ეხა ამ სტრესების ქვეშ მყოფ ადამიანებს რაღაცა უთხრა, რომ რატო არ გამოდიხარ, შენი პრობლემაც არის, მაგრამ ადრე თუ გვიან მიხვდებიან, რომ ეს პრობლემა ესე უნდა მოგვარდეს, ისე უნდა მოგვარდეს, როგორც საჭიროა და არა ესე, რომ იყო ჩუმად. თუ ყველა მეორე კიდე ისევ დამიდგებიან, არა მარტო მე ეს ბავშვებს ვეძახი, მე ხა ბავშვი არც ერთი არ არის და დღესაც მაგაზე იცინიან, მარტო შენ გვეძახი ბავშვებსო. ეს ბავშვები ისევ დამიდგებიან გვერდში, მეც და სხვასაც, მაგრამ უყურეთ ძალიან გაფუჭებულია სიტუაცია ქვეყანაში, თუნდაც ჯარიმების კუთხით. ეხლა როგორ ფიქრობთ, ვიღაცას ჩემ გამო რომ დააჯარიმებენ, მე იმისთვის და ერთს არ დააჯარიმებენ, იმისთვის გადასახდილი 5000 ლარი რომ მქონდეს. ამ დღეში ხო არ ვიქნებოდი. აქედან გამომდინარე, თუ ვისაც აქვს ეს პრობლემა, თვითონ თუ არ გამოვა და სხვის იმედზე იქნება, მე ვერავის ვერ მოუწოდებ და ვერ ვთხოვ სხვას, რომ გამოვიდა დამეხმარე დამიდექე გვერდში. ძალიან კარგი სიტყვა თქვი მარიამ და მივხვდი ახლა რადგანაც გულისხმობ აქეთ სხვებზე დარდობ და ნერვიულობ, მე რომ გვერდით დამიდგენ და დააჯარიმონ, აი წინ იხედები და კიდევ ამ ადამიანებზეც რო ვფიქრობ, მადლობა ამისთვის, მაგრამ სისტემურ ხარვეზე როცა ვსაუბრობ და საზოგადოებრივ ხარვეზე ერთიც არის ჩვენს ქვეყანაში დღეს და მეორეც, იმიტომ რომ სისტემური ხარვეზე ვერ გვექნებოდა და არ გვექნებოდა საზოგადოების ხარვეზები რომ არ იყოს, არ მივცემდით უფლებას სისტემას აი ხარვეზებით ყოფილიყო წარმოდგენილი ქვეყანაში როგორც არის საზოგადოება რომ ძლიერი იყოს და ეს დასუსტება საზოგადოების კიდევ მატერიალურამდე დავყავართ ამ ყველაფერს ისევ და ისევ, იმიტომ რომ მამაკაცის წვლილი დაკნინდა თავის დროზე ქვეყანაში, სამსახურები, ოჯახები, ძალიან ბევრი ოჯახს გამოეცალა საზრდო, ქალებს მოგვიწია ბრძოლა გადარჩენისთვის, დედებს მოგვიწია მეტწილად შვილებს, მე კონკრეტულად ან ჩემ შემთხვევას, ან შენ შემთხვევას არ გულისხმობ მარიამ აქ, კონკრეტული არა, ზოგადზე მაქვს საუბარი, ოჯახებს დედები გამოეცალათ მეტწილად ემიგრაციაში, ბავშვები აქ რაც არ უნდა მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს, დედის გარეშე ოჯახი ურთულესია და ძალიან ბევრი ხარვეზი დააგროვა უკვე საზოგადოების სისტემურმა იმ ხარვეზმა, რაზეც ჩვენ თავის დროზე ხმა არ ამოვიღეთ. 35 წლის განმავლობაში კათეტერზე შეერთებული ვყავართ სისტემას და წვეთწვეთობით შხამივით გვაწვეთებს და დღეს ბოლოს მივიღეთ ამდენი დანგრეული ოჯახი, ამდენი უსახლკარო, ამდენი სოციალურზე დამოკიდებული ადამიანი, ამდენი ქვეყნიდან გაქცეული ახალგაზრდა და მე გუშინ წინ მქონდა ლაივი ბატონ პატა აბულაძესთან და მან ის სიტყვები თქვა და სიტყვებზე დავესესხები. მან თქვა რომ როგორ გინდა ახალგაზრდას უთხრა ქვეყნიდან არ წახვიდე, როდესაც ის მდგომარეობა გვაქვს დღეს. და ძალიან რთულია უთხრა ვინმე შულს და მოუწოდო არ წახვიდე, აქ იყავი, გაჩერდი, იბრძოლე, როდესაც ყველანაირი ფუნდამენტი უკვე გამოცვლილი გვაქვს და წინა თაობებმა და თუნდაც ჩემი თაობის შეცდომებმა ცუდი მემკვიდრეობა უნდა დაუტოვოს ამ ბავშვებს და ახალგაზრდებს და მოდი თქვენი პრეცედენტი მაგალითი ყოფილიყოს ამ სისტემურ ხარვეს კონკრეტულს გულისხმობს საბანკო სისტემას რაც ეხება და კერძოდ მევახშეობას რაც ეხება თქვენ ყოფილიყავით მაგალითი იმის რომ ეს ყველაფერი გამოსწორებისკენ წაგვეყვანოს თითოეულ პრობლემაში რომელ სისტემის რომელ ხარვესაც არ უნდა მიუბრუნდეთ ჯანდაცვა იქნება ეს თავდაცვა იქნება ეს თუ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხარვეზი იქნება თუ საბანკო სექტორი ნებისმიერ ხარვეზზე საზოგადოებამ მაგალითებად უნდა ავიღოთ კონკრეტული кейსები, კონკრეტული საქმეები და კონკრეტული ადამიანები იმისთვის რომ რაღაცა თითო აგური მე და შენ თუ არ გავაკეთეთ მარიამ დღეს
რასაც ვსაუბრობთ პრაქტიკაში თუ არ გავაკეთეთ, ხო? გამოდის ფუჭის საუბარი. მე და შენ რომ გავაკეთებთ ამას და 5 და 10 ადამიანიც რო აყვეს იგივეში, ხო, იგივე საკითხში. ან თუნდაც 100, რაც მეტნი ვიქნებით, მეტი შეგვიძლია. კახამაც იგივე აღნიშნა, ამიტომ ამ ბრძოლაში გისურვებ გამარჯვებას, ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა, შენ მოწოდებაც არ გიყვარს და გერიდება ხალხთან. მე გავავრცელებ ხალხნო მარიამის ამონარიდსაც, ბატონი კახას ახსნილსაც, რა როგორ შეიძლება და საბანკო ანგარიშებსაც დავდებ და მე უკვე თქვენი მხრიდან იმედი მაქვს რომ გამავრცელებინებთ. მოუნიშნავ მთავრობიდან დაწყებული ნებისმიერ ადამიანს, ვისიც არავისი არ მომერიდება სიმართლე გითხრათ, თუ იმეს რამე შეგიძლიათ, ყველამ უნდა გაიკრათ ჯიბეზე ხელი. თუ ვინმე შეუძლია, თორემ მე საქართველოში უკვე დაყოფილია მარიამ საზოგადოება ორ ნაწილად. შუა ფენა აღარ არსებობს. ვართ ადამიანები, რომლებიც ვიბრძვით გადარჩენისთვის ყოველდღიურად და არიან ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ. და იმ ადამიანებს უნდა მივაწვინოთ ხმას, ვინც ცხოვრობს და არა ჩვენსავით გადარჩენისთვის იბრძვის. გადარჩენისთვის მებრძოლებს ლარითაც კი შეგვიძლია, ესეც არ არის მოსარიდებელი, მილიონს რომ 1 ლარი დააკლდეს, მილიონი აღარ იქნება, თითო ლარითაც შეგვიძლია ჩვენ წვლილი შევიტანოთ ადამიანს მივეშველოთ, მაგრამ უკვე მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ დიდ ადამიანებამდე, მატერიალურად ძლიერ ადამიანებამდე გავიდეთ, რომ ეს საქმე პატარას როცა არ ეხება, ამიტომ ჯობს იქნებ იმათ მივაწვინოთ ხმა და კეთილი საქმე გააკეთონ და თვითონაც გარიონ საკუთარი ხელი ამ კეთილ საქმეში. მშვიდობიან საღამოს გისურვებ მარიამ და ამ ბრძოლაში გამარჯვებას, როგორც კი თარიღი ჩაინიშნება, მე შენთან კომუნიკაცია მექნება და შენს გვერდსაც დავაკვირდები, ალბათ სოციალითაც გავვრცელებ. კონკრეტულად შეიძლება ვერ ჩამოუვარო ყველას და სათითაოდ ვერ გამოგვიგზავნო ყველას, მაგრამ ალბათ გავვრცელებ, ხო, სოციალზე. კი ბატონო, აუცილებლად. კარგით, ბატონი კახას გვერდს კი ვადევნებ თვალს და რა თქმა უნდა ისიც აკვებათ, როგორც კი რაღაც ძრა იქნება მაგ კუთხით და შემოგეხმიანებიან, ღმერთს ვთხოვ, ისე მოხდეს ეს საკითხი და ისე მშვიდად და ნაკლებად სანერვიულო ფორმით ჩავლილი იყოს, რომ რაც სტრესი გქონდეთ, ეს ყველაფერი წარსულში დარჩენილი იყოს. შენდობის კვირა, მარხვა დაიწყო. შენდობას ვითხოვ თუ რაიმე დავაკელი სათქმელს, საკეთებელს, თუ რაიმე ვერ მოვიტანე ისე როგორც საჭიროა, შენდობას ვითხოვ თქვენგან. უღრმესი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამ პრობლემის ესე გულთან მიტანისთვის. რა ვიცი, 7 საღამო, 7 ცხოვრება. აღდგომა მოდის. გვეწეოდეს. იმედია აღდგომას მშვიდობით შევხვდებით. მეც და სვანიც. იმედია, უფლისნებით, დროებით გემშვიდობებით. მადლობა. ახს.